ხო მოკლედ იმ ისტორიას ყვებოდი თუ როგორ აღმოაჩინეს საერთოდ ეს არტისტი მურკური და იმედია სწორად გამოვთქვა ამას Murker Falkensage ქვია ამ ალბომს 2013 ან 2014 წელი იყო რეპერმა Arey აი აბსურდული გადასვლა მაგრამ რეპერმა Arey-ზე Ruggedman-მა გამოუშვა თავისი ალბომი და დადროპა ვიდეოს სინგლის promotional video იყო ესე ვთქვათ Big Tico რო ეგ უნდა თქვა? ხო, ეგ უნდა თქვა რა, Big Tico. ეს ტრეკი იდება თავისი ვიდეოთი, სადაც Ruggedman-ი თავისი სწრაფი flow-ი რაღაც ეგეთი საკეთებს, უცებ გამოდის ქერათმიანი ლამაზი ქალბატონი და მის ამღერში მღერის My house is always square, my house is always square. და თქვა ლამაზი ქალბატონი თქო რა. რატომ არ უნდა დავსერჩო? რატომ არ უნდა დავსერჩოთ ვინა ეს ქალბატონი თქო და არაფერი არ ეწერა იმენა არც ამ ქალის სახელი, არც nickname და მოკლედ დავიკიდე რა. გადის წლები, Arey ძალიან მიყვარს და მაგიტო ამ ტრეკის ტექსტიც თავში მაქვს ჩაქვესკნელებული და რენდომად მახსენდება ხოლმე. ხო, მოდი ერთი ჩავთავ თქო რა ვიდეოც არ მინახავს რამდენი ხანი ამეთქე, შევდივარ 2000 ალბათ 18 წელია ან 19 წელია რა. შევდივარ, ვეძებ YouTube-ზე ამ Ruggedman-ის ვიდეოს და ხვდება უკვე ფიჩერის წარწერა. ხო. ადრე არ იყო ხო. და ფიჩერის წარწერაზე არის ვიღაცის სახელი, ქალის, ამალი ბრუნი რა. და ეს ამალი ბრუნი რო დავსერჩე, ეს ქალი გაიჩინდა რა ზუსტად ვინც ვიდეოშია და ვა როგორც იქნა ვიპოვე თქო. მე შევდივარ Spotify-ზე და ვეძებ ამალი ბრუნს, მაგრამ ამალი ბრუნი არაფერი არა. მე დავსერჩე ვინა ამალი ბრუნი, თურმე მურკური ქვია რა. ხო. შევდივარ Spotify-ზე მურკური, ოკეი, პირველი ალბომი რაც ჩავრთე, Dark Metal. როგორია იცი, ეგეთი ის არის რა. ძალიან სტრანი იყო და რანაირია მეთქი ეს გადასვლა თქო საერთოდ და მე ვხედავ ძალიან ლამაზ artworks, მწვანე რაღაც მთები, წყალი თუ ზემო აქვს და ეს короче იჩითება ეგ და Falkensage რა, ეგ ალბომი რომელზეც ეხლა საუბრობ რეალურად, ამალი ბრუნი იგივე მურკური. ჩავრთე ეს ალბომი და ნახე, აღმოაჩინე რეპის მისამღერში მერე თურმე აკეთებდა პაგანურ რაღაც dark metal საშინელებას და 2018 წელს აქვს გამოშვებული ეს Falkensage. რო ჩავრთე ეგრევე მივხვდი რომ ბოლომდე უნდა მომესმინა ამ ალბომზე და იმ დროსვე რომ ბოლომდე უნდა მომესმინა რა რაც უნდა მქონდა საქმე ამაზე უნდა მომესმინა არ მაინტერესებს